გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. გუშინთია წულუკიანმა ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხის მიმართ. ამის მიზეზი კი გახდათ ის, რომ ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოგვიწოდებდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას. დავიწყოთ იქიდან, რომ მათი კომპეტენცია საერთოდ არ არის სხვა ქვეყნებში არჩევნების დანიშვნა არ დანიშნაზე მოწოდებები. ამასთან ქართული ოცნების დელეგაცია ოფიციალურად დაამტკიცეს და მიიღეს და შემდეგ დაუწყეს შანტაჟის ენით საუბარი. ხელახალი არჩევნები ჩაატარეთო. ანუ 1,200,000-მდე ქართველის არჩევანი ფეხებზე დაიკიდეს და იგივე სთხოვდნენ ხელისუფლებას. ამასთან როგორც აქამდე არც ერთ ორგანიზაციას თუ ინსტიტუციას, არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების შესახებ. ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, მართალი, ღირსეული და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვით ნაკარნახები, რადგან არავის აქვს უფლება ჩვენ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ასე უაპელაციოდ, უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე ჩაერიოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ჩარევის მოტივაცია ნაცების ხელისუფლებაში მობრუნებას ისახავს მიზნად. ამიტომ მე მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომ დაიცვა ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუვერენიტეტი, არამედ თითოეული ქართველის ეროვნული ღირსება და თავმოყარეობა. რა თქმა უნდა, ლიბერალ ფაშისტებს, NGO-შნიკებს და ნაცებს ეს არ ეხებათ. მათ არც ღირსება გააჩნიათ და არც თავმოყარეობაზე სმენიათ რამე. მათ მხოლოდ მონური მორჩილება იციან უცხოელი პატრონების მისამართით. თბილისის ქუჩებში მიშისტების და ლიბერალების აგორებული რევოლუციონერობანას თამაში გრძელდება. უბრალოდ კვლავ უნამუსოდ გვატყუებენ, რომ თვითორგანიზებულია ეს ყველა აქცია და არანაირი პარტიული მდგენელი და ინტერესი მას არ გააჩნია. აქაოდან ნანუკა ჟორჟოლიანის დაფინანსებული აქციები არ ყოფილა პარტიული ღონისძიება. აბა ნანუკას რა ესაქმება პარტიასთან? არც ნაცია, არც ჯალათის ცოლი იყო. და არც ნაცების დარბეულ და მისაკუთრებულ იმედში პარპაშებდა დედოფლად. არც ნაცების სიით ყოფილა მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი. არც ინტელექტს უჩივის. თუმცა ჰოის საოცრებავ აქციების ორგანიზატორის ამპლუაში თავი მორიგმა ნაცმა ქალბატონმა დაიწვა. ხატია დეკანოიძემ, სტაჟიანმა მიშისტმა და ნაცებიდან დროებით წასულმა, ხაბერო მიუკადრისა, მაგრამ ისევ ნაცებში დაბრუნებულმა არსებამ აპარტიულ ჯგუფში დაიტოვე, სადაც წყდება აქციების საორგანიზაციო საკითხები, ახალი სტრატეგია შესთავაზა თავის აქტივისტებს. მაგისტრალები გადავკეტოთ და ასე დავამხოთ ხელისუფლებაო. ანუ, როდესაც ნაცი ნანუკა გაფინანსებს, როცა ნაცი ხატია დეკანოიძე გიგეგმავს სამოქმედო სტრატეგიას, მთელი სანაცეთი გიმაგრებს ზურგს და გვერდში გიდგას, იმ აქციებზე გვეუბნებიან პარტიული ინტერესი არ აქვს და თვითორგანიზებული სახალხო პროტესტიაო. საერთოდ არ გვინდა ნაცების ხელისუფლებაში მობრუნებაო. მოკლედ, გვატყუებთ. ცოტა ისე მაინც მოგვატყუეთ თქვენს მაგივრად, რომ ჩვენ არ გაგვიჩნდეს სირცხვილის გრძნობა, იმდენად მარტივად გაშიფრვადი იყოს ეს ტყუილები. მაგრამ არა, ნაცებს ხო ქართველი ხალხი ერთუჯრედიანები და იდიოტები ჰგონიათ, რომლებიც მარტივად დაიჯერებენ ყველანაირ აფიორას. ხო და ვერ მოგართვით მეგობრებო. როგორც ტარანტინოს უსახელო ნაბიჯრებშია, შეიძლება ნაცური უნიფორმა გაიხატოთ, მაგრამ ნაცობის სიმბოლო შუბლზე გაქვთ ამოტვიფრული და მაინც ყველგან გამოჩნდება თქვენი რეალური ფაშისტური და რევანშისტული სახე. ამ აქციების ორგანიზატორებმა მრავალი კასტინგი ჩაატარეს გმირის გამოსაძერწად, ხან რუსული ფილმების ვარსკვლავი ანდრო ჭიჭინაძეს სადეს, ხან TV პირველის და ფორმულას ზონდერ ჟურნალისტები, ხან პერვერტი და ცოლის გამქირავებელი უჩა აბაშიძე. ახლა კი ახალი კანდიდატურა ჰყავთ მზია ამაღლობელის სახით. მზია ამაღლობელი, რომელმაც პოლიციელს სახეში გაარტყა, თურმე შიმშილობს, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. ამას კი გვასაღებენ გმირობად. ნაცების ინტელექტუალური ელიტა ათასგვარ ფანტასმაგორიებს იგონებს. ნოდარ ლადარიამ არის ასეთი ნაცი ილიაუნის პროფესორი, მზია ამაღლობელის ამბავი სანდრო გირგულიანზე მძიმე და უარესი შემთხვევაო. ანუ ნაცების რეჟიმის მიერ წამებით მოკლული უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა,
რომლის ჩასაფარცხად კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და რეალურად არავინ დასაჯეს, ეს და ნაცების რეჟიმის სხვა ჩადენილი მკვლელობები, მათ შორის ბუტარობაქიძის ქუჩაში ჩაცხრილვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ყოფილა და ყველა ნაცების რეჟიმის მოკლულ ადამიანზე მნიშვნელოვანი მზია ამაღლობელის შიმშილობა ყოფილა. აბა წარმოიდგინეთ, ამათ სათაყვანებელ ამერიკაში პოლიციელზე ხელის დარტყმას რა შედეგები მოყვება. რატო უნდა წარმოიდგინოთ? აგერ ფაქტებით განახებთ, რა პასუხი მოსდევს პოლიციელზე ხელის აღმართვას. ხო და ახლა ეს ფაშისტები პოლიციელებზე ფიზიკური თავდასხმის ნორმალიზებას ცდილობენ. თორემ არც მზია ატარდებთ ამათ, არც ანდრო ჭიჭინაძე და არც ნებისმიერი მათი რევოლუციური თამაშის სხვა ჭანჭიკი. მთავარია შედეგი მიიღონ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მიწისქვეშა გადასასვლელებში ლიბერალ ფაშისტების და ნაცების ახალი სლოგანი გამოჩნდა. მოკალი ქოცი, წერენ კედლებზე. აქ გასაკვირი არაფერია. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მოკვლის, ძალადობის, გაუპატიურების და რეკეტის მეტი სისტემური არაფერი უკეთებიათ და ზნე არც ერთ მათგანს უცვლია და არც ერთს მოუნანიებია საკუთარი დანაშაულებრივი წარსული. მაგრამ მსგავსი განცხადებები უკვე ძალიან სახიფათო სახეს იღებს. რადგან ჯერ დედის გინება შეგვაჩვიეს, სიმღერებს გვიმღერიან, სადაც დედას აგინებენ ყველა ქართული ოცნების ამომრჩეველს. ანუ მინიმუმ ამ ქვეყნის 1,200,000-მდე მოქალაქეს. შემდეგ ცდილობენ სამართალდამცველებზე თავდასხმა შეგვაჩვიან როგორც ნორმალური ქმედება, რასაც სასჯელი არ უნდა მოყვეს. ახლა კი პირდაპირ ფიზიკური ლიკვიდაციების მუქარა გამოაჩინეს. ამ ყველაფრის გამო შეიძლება რიგითმა მოქალაქეებმა ისეთი ამბავი აგიტეხონ ქუჩაში, ისევ ჩვენი გადასარჩენები გახდეთ და მიიყვანთ იქამდე მდგომარეობას, რომ აქეთ გვეხვეწებოდეთ დაგვიცავითო. ყველაფერს აქვს საზღვარი. დედის გინებას და მოკლის მუქარას ასე მარტივად არავინ გაგიტარებთ. მერე დაიწყებთ ტირილს, ტიტუშკებიო. თქვენთვის ქვეყნის უმრავლესობა ხო ტიტუშკებია, ვისაც თქვენ არ მოწონხართ და არ უნდიხართ. ვისაც აგინებთ და ვისი მოკლის სურვილიც გაქვთ. ნაცების რეჟიმის დროს ნაცებზე არ გამოჩენილა ქუჩაში წარწერები მოკალი ნაციო, რეალურად მკვლელ რეჟიმზე. ხო და ამორალურობის იმ ზღვარს ნუ გადაცდებით, რომელსაც უკვე გარდაუვალი პასუხი მოყვება საზოგადოებისაგან. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კლავ ეთოქზე.